მოგესალმებით, ვიწყებთ განაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია ფილოსოფოსი და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. როგორ ხართ გიგა? მადლობა მშვენივრად. ზედანებს და ზიდანებს რამე კავშირი ხო არ გაქვთ ნათესაური? არა თუ არ მაქვს, არამედ მე სრულად გულგრილი ვარ ამ სახეობის სპორტისა და საერთოდ ყველა სხვა სახეობის სპორტის მიმართ. მე თვითონ ვარჯიში მიყვარს, მაგრამ აი სპორტის სამყარო როგორც ასეთი ხო, რომელშიც ჩართული ხარ, რომელშიც იცი ვინ არის სპორტსმენი, ასე შემდეგ, ეს იყო ჩემთვის აი სრულიად რაღაცა ყოველთვის იყო ყოველგვარი ინტერესი იყო მოკლებული. სხვადასხვა შენ დარწმუნებული ვარ, რომ დამისვა მკითხოს ასევე ნარკოტიკებზე, ზუსტად იგივე სიტუაცია მაგიკაც. აი, მაშინ აღარ დაგიქვა. აი ჩემი სტუმრების უმეტესობა ამბობს, რომ თავარი პრობლემა, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში, არის გაუნათლებლობა. ეთანხმები ამას? თავარი პრობლემა ქვეყანაში, იცი, მე ესე ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე ვარ მომხრე იმ მიდგომისა, რომ ქვეყანაში თავარი პრობლემა არ უნდა არსებობდეს. უნდა არსებობდეს ცალ-ცალკე სფეროები და ამ სფეროებში თქონდეს თავარი პრობლემა. ნუ ამბობენ ხოლმე თავარი პრობლემა გულისხმობა რასაკურველია პოლიტიკას ძირითადად და სამოქალაქო საზოგადოებას. რელიგიას. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, ეს არის ზომიერების არქონა. ეგ არის ძალიან ძველი დავა პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი სიკველი ან სათნოება. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სამართლიანობა და საქართველოში არიან, ხო, რომ ოღონდ აღდგეს სამართლიანობა და ქვაქვაზე ნოდარჩენილა, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თავისუფლება, რომ აი ჩვენ ისეთ გვიყვარს თავისუფლება, რომ ყველანი მოუკვდებით და აღარ ვიქნებით, ხო? მაგრამ მე ყველაზე ძალიან მომწონს მე-18 საუკუნეში მოაზროვნე იყო ფრანგი განმანათლებელი მონტესკიუ, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე მთავარი პოლიტიკური სიკველი არის ზომიერება. ყველაფერში, სამართლიანობაში, თავისუფლებაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ჩემი აზრით ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ ქართველებს დღეს არ გვაქვს, ხო? ეს არის ზომიერება და ჩვენ ამას ვსწავლობთ, როგორც იტყვი, აი ძნელი გზით. ანუ ვსწავლობთ იმიტომ, რომ ვეჯახებით პრობლემებს აი ამ ზომიერების არქონის შედეგად და ნუ ხვდებით, რომ არა, ეს ცეცხლზე ერთხელ დაიწუხელი, მეორეჯერ აღარ აღირს. აი ის გენეტიკური ხო არ არის, კი არა, ისტორიიდან ხო არ მოდის, რომ ჩვენ ვიყავით როდისმე ზომიერები, თქვა. შეიძლება, ნუ მონტესკიუ ამას რაღაცა ლანდშაფტსაც კი უკავშირებდა, მე ესე ზუსტად ახლა ვერ ვიტყოდი, რომ ქართული ლანდშაფტი რა, ასე ვთქვათ, ღირსებებს და რა ნაკლოვანებებს აღვიჟებს ადამიანში, გამიჭირდებოდა მართლა ამაზე თქმა. რაღაცა აზრით რასაკურველია იგულისხმება ის, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალბათ ის იყო, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი ხანი პოლიტიკური ერთობა არ იყო ჩვენი ერთობა, ის იყო გარედან მოტანილი და ამიტომაც არ არსებობდა სრული დამონება, ან არსებობდა ჯანყი. აი უბრალოდ ის, რომ წყნარი და მშვიდი, კრიტიკული, მაგრამ არა ვთქვათ ძალიან აგრესიული დამოკიდებულება, ხო, საკუთარი მართლობისათვის არ ქონია და აი ამას ნელ-ნელა ვსწავლობთ და ნუ იმედია რომ ვისწავლოთ. არის ქვეყნები, სადაც მე მგონი დღემდე ვერ ისწავლებს, მაგალითად იტალია. რა ეტაპზე იმყოფება საქართველო განვითარების? საერთოდ ვითარდება, არ ვითარდება, სწორად ვითარდება, რა ხდება დღეს საქართველოში? არა, ჩემი აზრით ჩვენ ნამდვილად ვითარდებით, რაზეა ლაპარაკი, რო შევადაროთ 25 წლის წინანდელ სიტუაციას, ხო, რომელიც მე ახლა მეტნაკლებად მახსოვს, როცა ჩემი ტინეიჯერობა დაიწყო, რასაკურველია, ჩვენ ძალიან შორს წავედით იმ მდგომარეობისაგან. ნუ ჯერ ერთ ვითარდებით, იმიტომ რომ უბრალოდ უფრო ღია, სულ უფრო და უფრო ღია ხდებით დანარჩენი მსოფლიოსადმი და შესაბამისად იქიდან რაღაცა ინფორმაცია შეჭამბოდეს, მაგრამ ასევე ვითარდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვცვლით ჩვენ თავს, რაზეა ლაპარაკი, რომ ვცვლით და შესაბამისად არა, მე მგონია რომ ეხლა უბრალოდ ჩვენ გავდივართ მდგომარეობას, როცა საზოგადოებას უნდა რომ იგრძნოს რამდენად ძლიერია თუ არ არის ძლიერი. ეს გამოჩნდება, არ ვიცი, ხო? მაგრამ დღეს ესეთი განცდა მაქვს, რომ აი საზოგადოებაში არის რაღაცა ძალები, რომლებიც ცდილობენ თვითგამოხატვას და აი, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ითქვას, ესეთი კუნთების მოსინჯვა, რომ აი შეგვიძლია რაღაც თუ არ შეგვიძლია რაღაც. ნუ რითი დამთავრდება ეს არ ვიცი, მაგრამ რაღაც ესეთი განცდა მაინც ესეთი გარკვეული დინამიკის მაქვს კი. ჩვენ გვიყვარს ძალიან ბევრი ლაპარაკი, მაგრამ როცა საქმის კეთებაზე მიდგება საქმე, აქტიურობა საერთოდ ქრება. კი. აი რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მნიშვნელოვანწილად ჩემი აზრით, ანუ ხლა რასაკურველი ნამდვილი ახსნა არ მაქვს, მაგრამ ესეთი ახსნა ექსპრომტად შეიძლება ვთქვა, რომ სინამდვილეში ხო ქმედება და საუბარი ყოველთვის არის ელიტის ამბავი პირველ რიგში. ჩვენი ელიტა
დიდი ხნის განმავლობაში, ხო, განსაკუთრებით არისტოკრატიიდან დაიწყო, თუ არისტოკრატია დარჩა სრულად უფუნქციოდ, ხო? და აღმოაჩინა, რომ არაფერი საქმე არ ქონდა, მხოლოდ ლაპარაკი შეეძლო. აი აქ ჩვენი სიყვარულია მოსასვლელ სადღეგრძელოებისადმი საკეთდა, ანუ ის არის კომპენსაცია იმის, რომ ვერ აკეთებ, ხო, და ამიტომ ლაპარაკობ გარდასრულ დღეთა დიდებაზე და ასე შემდეგ. ანუ არ არის გამორიცხული, რომ ყოველთვის ერთ-ერთი მომენტი ყოფილიყო უფუნქციობა, რომ რახან შენ როგორც ასე ვთქვათ ადგილობრივ ელიტას არ გაქვს გასაქანი, იმიტომ რომ სინამდვილეში სხვა გმართავს, ამიტომაც რჩება ან იმის სამსახურში ჩადგა, ყველას არ უნდა და ან რადიკალურად შეიცვალა, ყველას არ უნდა და ან კიდე უბრალოდ ბევრი ილაპარაკო და ჩემი აზრით ეს შეიძლება როგორც ტრადიცია გადმოყვა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან. ანუ ამის შედეგია გარკვეულწილად ეს სადღეგრძელოებში დახარჯული ეს უამრავი დრო და თქვათ რელიგიური ფანატიზმით? რელიგიური ფანატიზმი არანაირად არ არის ამის შედეგი. რელიგიური ფანატიზმი არის სრულად სხვა რაღაცის შედეგი. ეს არის ბოლო 200 წლეულის განვითარების შედეგი, როდესაც ჩვენ გავიხსენით სამყაროსადმი, მაგრამ ჩვენი შიდა ყველა ინსტიტუტი ჩამოიშალა. და რაიმეს რომ დაეკავებინა, ასე ვთქვათ, ის ძალიან სერიოზული რისკი, რაც მოყვა ამ ჩვენს გახსნილობას, ის ძალიან სერიოზული საფრთხის განცდა, რაც მოყვა, ხო, ყველა ჩვენი ცხოვრება რეალურად, ხო, ყველა ჩვენთაგანი ცხოვრება ხო რეალურად დაინგრა რაღაცა პერიოდში, ხო? ასე ყურელია ამ დანგრევას ქონა ძალიან პოზიტიური შედეგები, მაგრამ სოციალურად ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა ყველასათვის. და შესაბამისად, აი ამ გახსნილობისა და ჩავარდის ინსტიტუტების ერთობლიობამ წარმოშვა ჩემი აზრით რელიგიური ფანატიზმი, ანუ განცდა იმისა, რომ რაღაცა სიმყარე არსებობს. ეს სიმყარე რასაკვირველია, წარმოსახვითია, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე მყარია, კლდეზე მყარია. აი ეს განცდა ჩემი აზრით აი ამ ორი ურთიერთ დაკავშირებული პროცესიდან წარმოიშვა. იმიტომ რომ არიან ქვეყნები, რომლებიც გაიხსნენ, მაგრამ იქ ინსტიტუტებმა იმუშავა. არიან ქვეყნები, სადაც ინსტიტუტები მუშაობს და არ გაიხსნენ. და იქ სხვადასხვა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც ესეთი რელიგიური დინამიკა არ ყოფილა. აი ჩვენ ვიყავით ესეთი საინტერესო შემთხვევა, რომ გავიხსენით და ყველაფერი რაც ჰქონდა, საზოგადოებრივი ინსტიტუტი, პოლიტიკური ინსტიტუტი, ეკონომიკური ინსტიტუტი, ყველაფერი ჩავარდა და ამ დროს წამოიწია აი ამ რელიგიურმა ფუნდამენტალიზმმა, ფანატიზმმა და ასე შემდეგ. აი შენახევ უფრო მეტი შეხება გექნება უკვე ახალ თაობასთან და რას ფიქრობ, აი როგორი თაობა მოდის? მზადაა რომ ის ღირებულებები მოიტანოს, რაც საჭიროა თქვათ ქვეყნის განვითარებისთვის, ან მეცნიერების განვითარებისთვის, ან საერთოდ განვითარებისთვის. ვითი განსხვავდება ის თაობა თქვათ იგივე ჩვენგან? იცი რა, ჩემი აზრით დღევანდელი ახალგაზრდა თაობა, აი ახლა სტუდენტები არიან, ხო? ძალიან პოლარიზებული იქნება. თუ რამე ახასიათებთ მათ, ეს არის ალბათ პოლარიზება. ანუ იქ არიან აი მართლა ბრწყინვალე, მე მყავს აი ბრწყინვალე სტუდენტები, რომლებიც სრულად აღფრთოვანებული რომ მეტონ და გაუგემრონ რომ თვითონ აქვთ მიიღწეული ამ განათლებისთვისაც და იმ ინტერესის თვითონ გაუღვივათ, ეს არ არის ჩემი დამსახურება, ისინი უკვე მოდიან ჩემთან, უკვე ცოდნით და უკვე ვნებით რაღაცა თქვა იქ საგნების მიმართ, ხო? მაგრამ მეორე მხრივ, ხო, ასე ვთქვათ, ჩვენ გვეყოლება ესე იგი გახსნილი, ამ თაობის გახსნილი წარმომადგენლები, რომლებსაც უნდათ რომ კარგი ცხოვრება გაიარონ, რომლებსაც უნდათ რომ კარგი სამუშაო იშოვონ, რომლებიც განათლებას იღებენ და დიდ ღირებულებას ანიჭებენ, რომლებსაც აქვს წარმოდგენა სამყაროზე, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ იმაზე, თავგეთური ცხოვრება, როგორ მოაწყონ ყველაზე კარგად, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ასევე გვეყოლება ამ თაობაში წარმომადგენლები, რომლებიც მიდრეკილი არიან ავტორიტეტესადმი მორჩილებისაკენ და ასე ვთქვათ, ბრმა მორჩილებისაკენ, ისინი რომლებიც თვლიან რომ დამნაშავე ყოველთვის სხვაგან არის და არასაკუთარ თავში და ისინი რომლებიც წინააღმდეგებიან ასე ვთქვათ განვითარებას. ეს უმრავლესობაა, აი ეს. ისე ძალიან გამიჭირდება. ეს არის ძალიან სპეციფიური რაღაცა, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გააკეთოს ამისი კვლევა. ანუ ვიღაცამ უნდა დადგეს სოციოლოგია, თქვას რომ აი თაობის ანალიზი გააკეთოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, აკეთებენ ხოლმე საქართველოში მე ასეთ სერიოზულ ყოვლისმომცველ კვლევას არ ვიცნობ. მაგრამ ჩემი აი პირადი დაკვირვებებით ეს იქნება პოლარიზებული თაობა. დღეს როგორია ინტელექტუალური ბირთვი ქვეყნის, აი რამხელა ძალა აქვს მას?
იცი დღეს მე რასაც უყურებ ინტელექტუალური ბირთვი არ ვიცი, მაგრამ გამოჩნდა ახალი რაღაც, სადაც ქვია საზოგადოებრივი აზრი. ხალხო, ჩემი აზრით ძალიან შეუწყო ამ საზოგადოებრივი აზრის გამოჩენამ ხელი აი ამ სოციალურმა ქსელებმა, Facebook-მა და ასე შემდეგ და ასევე მასში ინტეგრირებულმა ძალიან ბევრმა ამ სოციალურმა, ასე ვთქვათ, რაღაცა ახალ ქსელის ახალმა ფორმამ, ხო? იმიტომ რომ რაც მოხდა ეს არის რომ ყოველთვის არსებობდა ელიტა და მართველი ელიტა და ხალხის ხმა შეიძლება ითქვას, ხო? მაგრამ დღეს ესე იგი ჩემს ოპტიმიზმს თუ რამე ასაზრდოებს ეს არის რომ მათ შუაში გაჩნდა ეს საზოგადოებრივი აზრი. ყოველთვის საზოგადოებრივი აზრი ხო არ არის კომპეტენტური, ხშირად შეიძლება რაღაცა არასწორ რაღაცაზე ავარდეს, რაღაცას არასწორ რეაგირება გააკეთოს, მაგრამ თავარი არის ნელ-ნელა ეს ასე ვთქვათ ინსტანცია საზოგადოებაში ჩნდება და რომლის გათვალისწინებაც უწევს მართველ ელიტას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ ესე კი არ არის მარტო რომ ელიტა და მასები, არამედ საზოგადოებრივი აზრი მათ შორის და ეს ბევრად უფრო რთულ, კომპლექსურ და ბევრად უფრო თანამედროვე სურათს გვაძლევს საზოგადოებისა და მე მხოლოდ მიხარია რომ ეს ასე ხდება. ხო, ეგ მინდოდა ზუსტად მეკითხა, რომ დღეს ინტელექტუალების უმრავლესობა ხო ფიქრობ, რომ სულაც არ არის თქვათ ინტელექტუალი, უბრალოდ არიან განათლებული ადამიანები, რომლებსაც ბევრი აქვთ ნაკითხი, უბრალოდ არასწორი ინფორმაცია აქვთ გამოტანილი, თქვათ, აი ინტელექტს და განათლებას შორის რაღაცა ხო დაიკარგა ეს ისა და აი რას ფიქრობ? იცი როგორ არის ინტელექტუალს მე მაქვს ძალიან მარტივი განსაზღვრება, რომ ინტელექტუალი არის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს იდეები თავისთავად. ანუ ეს არის ძალიან სპეციფიური რაღაც. მე ვიცნობ ძალიან ჭკვიან ადამიანებს, რომლებიც განათლებულების არიან და ასე შემდეგ და შეიძლება ბევრი ინტელექტუალზე ჭკვიანების არიან, მაგრამ მათ აინტერესებთ ეს განათლება თავიანთი საქმისთვის და მორჩა. ინტელექტუალური ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ იმას თავისთავად აინტერესებს რა ხდება. აი, მაგალითად, როცა მაინც აინტერესებს რაღაცა საქმე, ხო, თქვა არ ვიცი, პოლიტიკური თეორია, ხო? აინტერესებს, იმიტომ რომ უბრალოდ ეს თეორია აინტერესებს. და არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც შემდეგ დებატებში ვიღაცას მოუგოს, როგორც ტელევიზიაში, რა თქვა. ანუ ინტელექტუალი არის რაღაცა სპეციფიკური ინტერესის მქონე ადამიანი. შესაბამისად, ხლა საქართველოში რა შვებენ ის ინტელექტუალები, ნუ რაღაცა აზრით არის რასაკურველია პრობლემა, მე მაგალითად მარტივ მაგალითს ვამბობ ხოლმე ყოველთვის, რომ დასავლეთში ძალიან გაგიჭირდება თქვენ ნახოთ ინტელექტუალი, რომელიც აკეთებს ჰარი პოტერს. ასეთი მე უბრალოდ არ მახსოვს, აი ვერ ვიხსენებ სერიოზულ ინტელექტუალს, რომელიც აკეთებს ჰარი პოტერს. პირიქით, თუ ვინმე ლაპარაკობს ჰარი პოტერზე ინტელექტუალებიდან, ხო, რასაკურველი ლაპარაკობს ძალიან ცუდად, ძალიან კრიტიკულად და ასე ვთქვათ, ნუ არ დავასახელებ ვინ და როგორ, მაგრამ ვისაც ყველა შეუძლია ინტერნეტში მონახოს. საქართველოში ინტელექტუალებს აქვთ ასე დაწერილი ესეთ რა დროშაზე, რომ ჩვენ ვიცავთ ჰარი პოტერს. და პირიქით მის რეკლამირებას ვაკეთებთ, თვლით რომ ის არის შედევრი და ასე შემდეგ, ხო? ძალიან უცნაურია. და მე ხვდები რომ ამ ინტელექტუალების პრობლემა საქართველოში რა არის, რომ სინამდვილეში რატო იცავენ? მართლა მოწონთ თუ უბრალოდ იმიტომ რომ ჰარი პოტერის დაცვა გახდა, თქვათ, ესეთი ღირსების საკითხი, იმიტომ რომ მას უტევენ მაგალითად რელიგიური ფანატიზმის კუთხიდან, ხო? ანუ ძალიან რთული საქმეა, მაგრამ რამდენად ძალიან ხშირად შემიაზრეთ ქართული ინტელექტუალებს ერევათ ის ფუნქცია, იმიტომ რომ სინამდვილეში ხო ჰარი პოტერი კომერციული პროდუქტია რა და მე ხო ვთქვი ინტელექტუალი ის, ვისაც აინტერესებს იდეები თავისთავად, ლიტერატურა თავისთავად, ხელოვნება თავისთავად. ეს სპეციფიურია თავისთავად რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ არა გართობისთვის, არა მარტივი სიამოვნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ შენ აღიარებ დამოუკიდებელ ჭეშმარიტებას, რომელიც არის, თქვათ, ხელოვნების ნაწარმოებებში, ან რომელიც არის ფილოსოფიურ ნაწარმოებებში, რომელიც არ უკავშირდება პირდაპირ შენს პრაქტიკულ ცხოვრებას, ხო? ესე იგი, ინტელექტუალები რაღაც სპეციფიკური ხალხია, რომელსაც აი ეს, ასე ვთქვათ, აბსტრაქცია შეუძლია რეალობიდან, ხო? საქართველოში ძალიან ხშირად ეს აბსტრაქციის სურვილი ეწირება იმის სურვილს, რომ დაიცვას სწორი ღირებულებები. და ძალიან ხშირად ჩვენ მივდივართ კომპრომისზე, იმიტომ რომ ვამბობთ, რომ აბა სხვა რა გზა გვაქვს. რატო ხდება ესე, რომ აი ჩვენთან, როცა კაცს უნდა ვთქვათ სექსი, ის არის კაცური კაცი და როცა ქალს უნდა, ის არის ბოზი. აი რატო არის ესეთი იდეა, რომ აი სირცხვილია ქალს უნდადეს სექსი?
საიდან მოდის ეს? ესე იგი, ეს არის რასაკვირველია პატრიარქალური კულტურის დამატოვარი, რომელიც არსებობდა მთელს მსოფლიოში და საქართველოში დღესაც ძლიერია, თუმცა რასაკვირველია ის ასევე შეირყა, შეიძლება ითქვას. ეს არის შეირყა? ჩემი აზრით კი, მაგრამ ძალიან უცნაური რაღაცა მოხდა. ანუ შეირყა და შემდეგ დაბრუნდა სხვაგვარად. ნახე როგორი რაღაცა მოხდა, ანუ ჩვენი მშობლებისთვის სექსის აკრძალვა ქალისათვის ეს იყო მორალის ამბავი. მხოლოდ მორალის ამბავი. 90-იან წლებში ეს რასაკვირველია შეიცვალა და 90-იანებში დაბრუნდა. აკრძალვა ოღონდ უკვე რელიგიურად. რასაკვირველია ჩვენი მშობლებისთვის რელიგიურია ფაქტორი არანაირად არ ყოფილა გამსასვლელი, ხო? იქ გასაგებია, რომ ასეთი ნამდვილი რელიგიურობა საბჭოთა საქართველოში ძალიან იშვიათად მოიძებნებოდა. მაგრამ დღეს ძალიან ხშირად ეს ქალწულობის აუცილებლობა საბუთდება იმით, რომ აი რაღაცა თქვა იქ მოძღვარმა თქვა, ან ეკლესია ამბობს ასე და ასე შემდეგ, ხო? ანუ დინამიკა ძალიან უცნაურად წავიდა. ერთი მხრივ და ეს ხოშეს ეს უკავშირდება იმას, რაც მე ვლაპარაკობდი გახსნასა და ჩავარდნაზე, ხო? გავიხსენით, მაგრამ იმის გამო რომ სოციალური ცხოვრების ორგანიზება ვერ მოახერხეთ, დაბრუნდა ეს პატრიარქალიზმი, პატრიარქალურობა ოღონდ უკვე რელიგიურ საფარველში და რატო ხდება ეს ასე? ეს საკურველია მამაკაცების ბატონობა ქალებზე. ანუ ტრადიციულად მოყოლებული ცივილიზაციის დასაწყისიდან რაღაცა თქვათ ერთ-ერთ ასე ვთქვათ, დაპირისპირებულთა ერთ-ერთ მხარეს ენიჭება უპირატესობა. და როცა არის მაგალითად ლაპარაკი ქალი და მამაკაცი, თითქმის ყველა კულტურის პირველი პასუხი, ყველა ცივილიზაციის პირველი პასუხი არის, რომ რასაკვირველია მამაკაცი არის წმინდა, ქალი არის უწმინდური, მამაკაცი არის ზეცა, ქალი არის მიწა და ასე შემდეგ. ეს ხდება ლამის სპონტანურად, ხდება ევროპულ კულტურაში, ხდება ჩინურ კულტურაში და ასე შემდეგ, ხო? და რასაკვირველია ერთ-ერთი გამოწვევა თანამედროვეობის არის აი ამ იერარქიის გადაბრუნება და დამსხვრევა, იმიტომ რომ ეს იერარქია სინამდვილეში არა მარტო ქალს ჩაგრავს, არამედ ჩაგრავს მამაკაცსაც, იმიტომ რომ მას მოაქცევს ერთ კონკრეტულ როლში, რომელზეც გასვლაც უკვე არაკაცობად ითვლება. მიტინგებზე და პანაშვიდებზე რატო გვიყვარს განსაკუთრებით სიარული? ხო, საინტერესო კითხვაა. ესე იგი, ორივეგან რეალურად მუშაობს სასაკურველია ეგრეთ წოდებული მასის, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგია რა. ანუ ადამიანები უარს ამბობენ საკუთარ ინდივიდუალობაზე და ერწყმიან ერთმანეთს. და ამაში არის ძალიან დიდი კომფორტი ადამიანისათვის, რატო არის ხოლმე, რომ მაგალითად მიტინგებზე მართლა ამდენი ხალხია, ხო? არის ძალიან დიდი კომფორტი, როცა შენ შეგიძლია თქვა, რომ ის რაც შენ გაკონტროლებს, ანუ ჩვენ ყოველას ხო გვაქვს სინდისის ხმა, თქვა სუპერეგო, როგორც ფროიდი ამას ეძახის, ხო? სინამდვილეში შენ შიგნით კი არ არის, არამედ შენ გარეთ გავიდა. ანუ მაგალითად ლიდერში განსხეულდა, ან განსხეულდა იმ ადამიანში, რომლის პანაშვიდზე შენ მიხვედი და თქვენ ერთნი ხართ, აი გაერთიანდი ხალხთან და შენი საკუთარი ინდივიდუალობა, მთელი საკუთარი კომპლექსები თუ ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, გაიტანე ფრჩხილებს გარეშე. მე არ ვარ დაწუნებული ხო შეიძლება ახლა დავფიქრდი პანაშვიდზე რამდენიც მუშაობს, მაგრამ მიტინგზე ერთმნიშვნელოვანია. მიტინგის სიამოვნება, ეს არის სიამოვნება საკუთარი ინდივიდუალობაზე უარის თქმისა და გათქვეფისა სხვა ადამიანებთან. ხანდახან ამას ხო შეიძლება ძალიან პოზიტიური რეზულტატი მოაქვს, ხო ვერაფერს ვერ იზამ, ხო? ხანდახან მიტინგი არის სოლიდარობის ძალიან ერთადერთი გზა და ვერაფერს ამას ვერ უზამ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არის ორსახოვნება, ამბივალენტურობა, იმიტომ რომ ყველა მიტინგში რასაკვირველია მიტინგის მონაწილე ლიდერის გარდა კარგავს ინდივიდუალობას. აი თუ გახსოვს ლევან გაჩეჩილაძემ რო დაშალა კი არა რომ მოუწოდა ხალხს რომ მოდი ხა დავიშალოთ, ძალიან ბევრი ხალხი იყო მაშინ და ყველა დაიშალა. აი იგივე რო ეკნა თქვა კლიჩკოს რამდენიმე დღის წინ, როგორ ფიქრობ, დაიშლებოდა ის ხალხი? არა, იმიტომ რომ უკრაინაში ფაქტი იყო, რომ ის პროტესტი, რომელიც ხდებოდა უკრაინაში, ეს იყო ულიდერო პროტესტი. ეს იყო თვითორგანიზაცია ამ ხალხის. რაზე მიუთითებს, რომ რა უკრაინელი ხალხი უფრო მაღლა დგას ჩვენზე? იცი როგორ ძალიან რთულია. ფაქტია ის, რომ მათ უნდათ ლიდერები, უბრალოდ არ ყავდათ. შეიძლება უბრალოდ ის შემთხვევითიც არის, რომ სადღაც აღმოჩნდება ხოლმე ლიდერები, სადღაც არ აღმოჩნდება ლიდერები. ფაქტია, რომ ჩვენი
ესეთი სერიოზული მოძრაობები ყოველთვის ლიდერიანი მოძრაობები იყო, ხო? ჩვენ ვერც გავიხსენეთ, მე მგონი, ვერც ერთ შემთხვევას, როცა ან რევოლუცია, ან რევოლუციის მცდელობა, ან დიდი პროტესტი ხდებოდა და მას არ ყავდა აი ეს, ასე ვთქვათ, ბელადი თუ არა ლიდერი და ასე ვთქვათ, ანუ სუპერ ეგოს გადატანა რეალობაში, ხო? უკრაინის შემთხვევაში იყო რასაკვირველია პრობლემა ის, რომ ლიდერები არ იყვნენ, მეორე მხრივ სამოქალაქო საზოგადოება მაჩვენა მართლა შესაშური თვითორგანიზაცია, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი. რამდენად ასე ვთქვათ, იქ კარგია თუ ცუდია, რთული სათქმელია, ჩვენ შეგვიძლია ამას იქნებად შევხედოთ, რომ მათ ლიდერები არ ყავდა სერიოზულ პრობლემას წააწყდებიან მართვისას, მაგრამ იქნებად შეიძლება შევხედოთ, რომ სამაგიეროდ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აი ამ გამოკვეთილი ლიდერების გარეშე, ასე ვთქვათ, თვითონ ახერხებს ორგანიზაციას. სხვათა შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი თუ შეიძლება ითქვა ის არის, რომ არ არსებობს იდეალური გადაწყვეტა პრობლემის. მე მგონი მემარჯვენე მიდგომაა, რომ ამბობ, რომ ყველაფერს აქვს თავისი, ვთქვათ, მეორე მხარე, ნეგატიური მხარე. ანუ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას შეიძლება მოყვებოდეს ასევე ქარიზმატული ლიდერების ნაკლებობაც. ამ პირიქით, მაგრამ ეს უკვე რთული საკითხია და უფრო ასევე მოითხოვს სოციალურ კვლევას, რომ ნახო რამდენად კორელაციაში ერთი მეორესთან. ასეა თუ ისე ჩვენ პლუსებიც აქვს უკრაინელებთან მიმართებაში და მინუსებიც. დღევანდელ ხელისუფლებაზე რა აზრი შეგექმნა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში? დღევანდელ ხელისუფლებაზე შემექმნა აზრი, რომ ისინი ყველაზე კარგ მომენტებში, ყველაზე კარგ მომენტებში იქცევიან როგორც სუსტი ხელისუფლების წარმომადგენლები. და ჩემი აზრით, ამითი აკომპენსირებენ ძალიან ბევრ შეცდომას. უпростоრად, როგორ ვთქვათ, აი შეცდომები ხო არსებობს, მაგრამ ქართული საზოგადოება პატიობს მათ ამ შეცდომებს, იმიტომ რომ ისინი არ იქცევიან როგორც ძლიერი ხელისუფლება, რომელიც თავს მოახავს რაღაცა სერიოზულ ცვლილებებს თუ ასე ვთქვათ, რაღაცა არ ვიცი, ნაბიჯებს ქვეყანას. ანუ საქართველოს საზოგადოება ჩემი აზრით ძლიერი ხელისუფლებისგან დაიღალა და ის ცდილობს, რომ დღეს აი თვითონ შეეცადოს, ასე ვთქვათ, რაღაცეებში გარკვევას, რაღაცეების კონტროლს, ეს ამდენად გამოვა არ ვიცი. მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას ჩემი აზრით აქვს კარტ ბლანში მნიშვნელოვანწილად, იმიტომ რომ ის არ ცდილობს აი ძალიან ძლიერი ნაბიჯების გადადგმას. კარგია თუ ცუდია? იცი როგორ არის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განვითარებისთვის ცუდი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განვითარებისთვის ცუდი. მაგრამ როგორც ჩანს, საზოგადოებას ეს პოლიტიკური განვითარება იმდენად არ უნდა, იმიტომ რომ მას უნდა რომ თვითონ იყოს გაძლიერებული. მე კიდე შთაბეჭდილება მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხო, ძალიან ლაითად აღიქვამს ხოლმე ერთმნიშვნელოვან შეცდომებს ამ ხელისუფლების და ჩემი აზრით, აი ეს პატიებლობა დამოკიდებულია ზუსტად რომ დამოკიდებული იმაზე ზუსტად რომ მათ უნდათ რომ არ ყავდეთ დღეს ძლავრი ხელისუფლება, რომელიც თავზე რაღაცას მოახვდა. ხალხს უნდა რომ თვითონ მოახერხოს რაღაცეების განსაზღვრა, ორგანიზება და ასე შემდეგ. და ამიტომაც როგორც წინაზე ვთქვი რა, ყველაფერს აქვს ერთი მხარე და მეორე მხარე. ანუ როგორც მემარჯვენე ვიტყვი, trade-off-ია, ანუ გაცვლა რაღაცის, რომელშიც შენ იღებ ცდილობას, რომ უფრო ძლიერ საზოგადოება ჩამოყალიბდეს და შედეგად იღებ უფრო სუსტ ხელისუფლებას. რამდენად გაამასწრებს ეს ცდილობა, უნდა ვნახოთ. ასე ვთქვათ, მე ძალიან გამიჭირდება ახლა მის წინასწარ მეტყველება. სააკაშვილი სულ იძახდა, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი კურორტები ევროპაში. და საერთოდ ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავია, რომ ხალხი სულ იძახის, რომ ჩვენი ბუნება საუკეთესოა, ჩვენი სამზარეულო საუკეთესოა. ეს ამბიციები საიდან ჩნდება? პატარა ერის კომპლექსია? ხო, იცი როგორ არის? მე მგონი არის, რომ ეს ამბიციები ჩნდება თითქმის ყველგან
სპონტანურად. ყველა რეგიონში, ყველა ქვეყანაში არის ძალიან სასაცილო სიტუაცია, იმიტომ რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც არ გაუვლია შეიძლება ის ვთქვათ რაციონალიზაცია და მოდერნიზაცია, რომელიც არის დარჩენილი აი წინარე მოდერნულ ფაზაში ჯერ კიდევ, იქ სპონტანურად ჩდება ესეთი სიამაყის მნიშვნელოვნად გაუმართლებელი განცდა ხოლმე. კი, ნამდვილად ასეა. ერთდროულად მაგალითად ვთქვათ მე რაც ვიცი მეტნაკლებად ხო ვთქვათ რომ ენის სიძველეზე აი რამდენი ქართველი არ დარწმუნებული რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უძველესი ენა სადაც დაფარულია ყველა სიბრძნე ხო ძალიან ბევრი მაგრამ და შეიძლება ეს მე კი არ მომფრო ეს არასე არ არის უბრალოდ თქვენ წახვიდეთ სლოვაკიაში სადაც იგივეს გეტყვიან და ყველა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს მთელი იდეოლოგია იმისა, რომ ის ენა არის ყველაზე ძველი, იქიდან წარმოიშვა ყველაფერი, მან მოახდინა ყველაფერზე გავლენა და ასე შემდეგ. ანუ სპონტანურად ეს ესეთი სიამაყის იდეოლოგია წარმოიშვა ყველგან. უბრალოდ მე რაც ხდება ამისი დაძლევა და რაციონალიზაცია, ხდება ამ სიამაყის მოქცევა გარკვეულ ჩარჩოებში, ხდება უფრო პრაგმატიზმის განვითარება, ხდება შედეგზე ორიენტირებული ქმედებისა და საუბრის კულტურის განვითარება და ნუ იმედია რომ ჩვენ ამას ახლა ვახერხებთ. შენი აზრით უნდა დაეწყო თუ არა სააკაშვილს აგვისტოში საპასუხო სამხედრო ქმედებები? ქონდა თუ არა სხვა გზა მას? მე მგონია რომ იმ პერიოდში ჯერ მომენტია მოდი ასე ვთქვათ რა მე მგონია რომ რუსეთისა და საქართველოს კონფლიქტი იყო გარდაუვალი. მე არ ვყოფილი ვარ იქ და მე ვერ შევაფასებ რა შეეძლებლობები ქონდა მას, მაგრამ სადღაც ეს კონფლიქტი გასკდებოდა. არ გასკდებოდა 8 აგვისტოს, გასკდებოდა 16 სექტემბერს. აი ეს მგონია მე. იმიტომ რომ ეს ორი პროექტი იმისა რომ არსებობდეს სუვერენული საქართველოს და არსებობდეს სუვერენული იმპერიული რუსეთი, არის განწირული იმისათვის რომ ერთმანეთს შეეჯახონ. ამიტომ როგორი ფორმით იქნებოდა ეს შეჯახება, ძალიან რთული რაღაცა ფორმით აუცილებლად მოხდებოდა. როდესღაც აუცილებლად მოხდებოდა. კონფრონტაცია არსებობდა, ხო? შესაბამისად დაწყება შეიძლება შემთხვევითი იყო, მაგრამ თვითონ კონფლიქტის არსი და კონფლიქტი იყო აუცილებელი და კონფლიქტი იყო გარდაუვალი, ასე ვიტყოდი მე. აი ღმერთის ფილოსოფია როგორია? ფილოსოფოსებს ძალიან ესეთი ორმაგი, ასევე ამბივალენტური დამოკიდებულება რელიგიასთან. იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ეძებენ რაღაცას რელიგიის მიღმა. მაგალითად იგივე ვთქვათ, რომ მთავარი თეზისი ხო არის, ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს. მაგრამ ფილოსოფოსისათვის ეს არის ორი მთავარი ცნება, რომელსაც უნდა გაარკვევს, რას ნიშნავს. მთელი ფილოსოფია არის ცნობილი აგებული იმის გარკვევაზე, რას ნიშნავს არსებობს. და როცა ფილოსოფოსები ლაპარაკობენ ღმერთზე, ძალიან ხშირად გულისხმობენ სრულიად სხვა რაღაცას, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი ქუჩაში. ანუ ფილოსოფიაში ჩასვლა გულისხმობს მათ შორის რელიგიური სიცხადეების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. როგორც ყველა დანარჩენი სიცხადეს, იმიტომ რომ ფილოსოფია ხო ცნობილი რა არის? ეს არის აზროვნება აზროვნების შესახებ. ანუ შენ აზროვნებ არა პირდაპირ რეალობაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აზროვნებ. ამიტომაც არც ერთი ცნება, მათ შორის არც ღმერთის ცნება, არც არსებობის ცნება, ფილოსოფიის მიერ არ ასე ვთქვათ, დარჩება ხელშეუხებელი და ასე ვთქვათ, ეჭვ გაუვლელი. და ამიტომაც თუმცა ფილოსოფოსები ლაპარაკობენ ღმერთზე, ჩვენ ვერ ამოვალთ იქიდან, რომ ისინი მორწმუნეები არიან, ან მართლა ღმერთზე ლაპარაკობენ. აი მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ხო, ჰეგელი, ხო, ითვლება, რომ ჰეგელის მთელი სისტემა არის აგებული ღმერთის იდეაზე. მაგრამ თუ კარგად წავუგდოთ ჰეგელს, სიამბულოში როცა ის ღმერთზე ლაპარაკობს, ის ლაპარაკობს ადამიანის არსებაზე. ის არ არის რა ჩვენ ლაპარაკობთ ხოლმე როცა გულისხმობთ როცა ღმერთზე ლაპარაკობთ ხო ანუ ფილოსოფოსებს ამ ყველაფერთან აქვს ძალიან ორმაგი და ამბივალენტური დამოკიდებულება არსებობს თუ არა კითხვა რომელსაც არ აქვს პასუხი რამდენიც გინდათ აი რომელია შენთვის ეგეთი კითხვა ან რომელია კითხვა რომელზე პასუხით ძალიან გაინტერესებს ნუ მე მეგეთქვი რომ ფილოსოფიაში ასეთი კითხვა არის რომ რა არის ყოფნის საზრისი.
აი ესეთი კითხვაა, რომელიც პასუხი ძალიან მაინტერესებს, რომელიც ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, რა იყო ყოფნის აზრისი ბერძნებთან და რა იყო შუა საუკუნეებში და რა იყო მე-19 საუკუნეში, მაგრამ რომ მკითხოთ რა არის ყოფნის აზრისი, მე თქვენ ამას ვერ გეტყვით. მე შენ ამას ვერ გეტყვი. აი რა შენ რას დააჭერინებდი ქართლის დედას ხელში? დღესაც დავაჭერინებდი ქართლის დედას ხელში. იცი რა არის, მე მომინდებოდა, რომ ქართლის დედის მაგივრად ქონოდა რომელიმე გამოჩენილი ქართველი ქალის, კონკრეტული ქართველი ქალის ქანდაკება. აი ეს იქნებოდა ჩემი. არა აქვს ამას მნიშვნელობა ჩემთვის და გეტყვი რატო. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ქართლის დედას აუჭირავს ხელში. ჩემთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ როცა გვინდა, ჩვენ ვდგავთ მამაკაცების ქანდაკებებს, ვდგავთ კონკრეტული მამაკაცების ქანდაკებებს და როცა ჩვენ ვდგავთ ქალების ქანდაკებებს, ვდგავთ მუზას, ქართლის დედას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ სინამდვილეში სახეს ვუშლით კონკრეტულ ქალს და გადავყავს ის სიმბოლოს კატეგორიაში. ჩემი აზრით ეს არის პრობლემა. და ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ ქალის ქანდაკება მთავარი ჩვენი ყოფილიყო კონკრეტული დიდი ქართველი ქალის ქანდაკება და მე შეიძლება ქანდაკებების დიდი მოყვარული თავისთავად არ ვიყო, მაგრამ ძალიან დავაფასები ასეთ ქანდაკებას. მაინც ვისაც და შენი გადასაწყვეტი რო იყოს, ვინ არის შენთვის ესეთი ქალი? ქართველი ქალი, რომელსაც ქანდაკებაც მომინდებოდა რომ იდგეს, ხო? ეხლა ნუ ასე ვთქვათ პირველი პასუხი, რომელიც მოგდის და ეს მომდის აგერ ბავშვობიდან, რასაკურა თამარ მეფეა. ეხლა უბრალოდ ვებრძვი ჩვენ ბავშვობას და ვფიქრობ, ასე ვთქვათ, უფრო ორიგინალური, რასაც როგორ შეიძლება ვიყო. ერთი წუთით. იყოს თამარ მეფე, იმიტომ რომ რეალურად მაინც დაკავშირებულია ჩვენი ასე ვთქვათ კულტურის ყველაზე დიდ აღმავლობასთან, ვეფხისტყაოსთან ასე შემდეგ, ამიტომაც მაინც ყველაზე დიდი ქართველი ქალი ალბათ თამარი იქნებოდა, თამარის ქანდაკება რო იდგეს ქართლის დედის ქანდაკების მაგივრად, მე არ მეწყდებოდა. დიდი მადლობა, რომ მოხვედით სტუმრად. დიდი მადლობა დამოკიდებებს წარმატებებს ამ მნიშვნელოვან საქმეში. მადლობა.